მოგესალმებით და მოდით ვნახოთ, რა არის ის ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ ახლა ამ ეტაპზე. რა არის ის ინფორმაცია თქვენთვის სამყაროსგან, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ის რომ მალე ველოდებათ დღესასწაული სიამოვნება, აღნიშნოთ შესაძლებელია ვინმესთვის მალე დაბადების დღეც არის, მაგრამ არის ის მომენტი, როდესაც მოვიდა დრო დაატკბეთ და აღნიშნოთ თქვენი წარმატება, ხო, თქვენს მიერ ჩადებული ყველა რესურსი, რომელიც გქონდათ, რისთვისაც იბრძოდით, რისთვისაც იღვწოდით, ხო, მიიღოთ იქედან უკვე თქვენთვის სასიამოვნო და სასურველი მდგომარეობა. რა უნდა იცოდეთ კიდე? რომ ის მდგომარეობა, სადაც ძალიან ბევრი ბრძოლა, ნამდვილად ისეთი მომენტი არის, სადაც შეიძლება აქ ადამიანებმა რაში ჩადეთ აბა ეს ბრძოლა განსაკუთრებით თავიდან დაწყებაში, თუ ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილები გამოიარეს, ხო, ანუ ახალი სამსახურის შეცვლა მოუწიათ, შეიძლება პირად ურთიერთობებში მდგომარეობა, ანუ მდგომარეობები, რომელიც თქვენთვის იყო გულის დამწყვეტი, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან მტკივნეული, რომელმაც გინდათ არ გინდათ მოგიწიათ, შეგეცვალათ თქვენი ცხოვრების რაღაცა გზა, ხო, და თავიდან მოგიწიათ. აი ეს თქვენი გაზრდა, თქვენი სწავლა, თქვენი საკუთარი თავის გამოცდილებებიდან გამომდინარე, საკუთარი თავზე მუშაობიდან გამომდინარე, მოვიდა დრო, რომ მიიღოთ შედეგები, დატკბეთ იმ შედეგებით, იყოთ წარმატებული იმ შედეგებით, რომელიც თქვენ თვითონვე თქვენით შეძელით და იმუშავეთ საკუთარ თავზე. ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას შეიძლება სამსახურებრივი კუთხით ქონდეს, ხო, ვიღაცას პირადი კუთხით, ვიღაცას უბრალოდ რაღაცა ემოციური სიტუაციები დაემთხვა და აქედან გამომდინარე, ხო, ეს არის ის მდგომარეობა, რომ სამყარო გეუბნება და უნდა იცოდეთ ის, რომ ის რაშიც თქვენ რესურსი ჩადეთ, ან ეხლა კიდევ დებს ვინმე ამ რესურსებს, ხო, ჯერ კიდევ არის იმ სიტუაციაში, როდესაც უნდა გამოასწოროს, როდესაც უნდა შეიცვალოს სიტუაცია და იმ ბრძოლებში არის სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ გექნებათ კმაყოფილება, თქვენ გექნებათ ის ბედნიერება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც სამყარო გამოგიგზავნით სტაბილურობას, სიმშვიდეს, საკუთარი თავის თვითშეფასებას და წარმატებას თითოეულ სფეროში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.